კიბერთაღლითური სქემები და ადამიანების შეცდომაში შეყვანა თანხის მიღების მიზნით. საკითხი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პირობებში კიდევ უფრო აქტუალურია. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სქემა გავრცელდა, მათ შორისაა WhatsApp-ში ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციაში ერთი შეხედვით ნაცნობი კონტაქტისგან შეტყობინების მიღება, მეორე სქემა კი ელექტრონულ პოსტაზე ფინანსური ინსტიტუტების სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები, რომლებშიც თითქოს და ახალი რეგულაციების მიხედვით ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებლისგან საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლას ითხოვს. როგორ იხვეწება კიბერთაღლითების მეთოდები, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა და როგორ დავიცვათ თავი ამ საფრთხეებისგან, თუ თაღლითობის მსხვერპლი გავხდით, სტუმართან საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორთან ინგა ქარჩავასთან ერთად ვისაუბრებთ. ხალხო ინგა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბოლო პერიოდში გავრცელებული ახალი კიბერსაფრთხეების კვალდაკვალ ალბათ ძალიან კარგი იქნება თქვენგან მოვისმინოთ რჩევები, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მანამდე კი ახალ სქემებზე ვისაუბროთ, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენ საზოგადოებაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდება ესეთი ახალი თაღლითური სქემა, ახალი იმიტომ, რომ ინტენსიურად WhatsApp-ის ანგარიშებში შეღწევა ხდება, ისე რომ მომხმარებელი ვერ ხვდება რა მოხდა, როდესაც თავდამსხმელი, ესე ვთქვათ, კიბერთაღლითი მოიპოვებს წვდომას კონკრეტული პირის WhatsApp ანგარიშებზე, შემდეგ მას წვდომა აქვს ამ WhatsApp-ში არსებულ კონტაქტებზე და შეუძლია WhatsApp ნებისმიერ კონტაქტს გაუგზავნოს შეტყობინება. შეტყობინების შინაარსი არის სხვადასხვანაირი. ეს შეიძლება იყოს პირდაპირ კონტაქტისთვის მიმართვა და ისეთი ტექსტი შეიძლება შეგვხვდეს, ნახე შენ ხარ ამ სურათზე, ამ ღონისძიებაზე შენ იყავი და ასეთ შეტყობინებას კი, ამიტომ ვთქვით, რომ ძალიან უშუალო ტექსტი იმგვარად არის შეტყობინება შექმნილი, რომ მიმღებს ეჭვი არ შეაქვს, რომ ეს შესაძლოა იყოს უცხო პირი, მით უფრო რომ მისთვის ნაცნობი კონტაქტისგან იღებს ამ შეტყობინებას. მსგავსი ტიპის, ესე ვთქვათ, არაფორმალურად შექმნილი, არაფორმალური ტექსტით შექმნილ შეტყობინებაში ხშირად არის მავნე ყალბ ვებგვერდზე გადამისამართების ბმული და სწორედ რაც ვახსენე შენ ხარ ამ სურათზე და აქ ნახე ეჭვი არ შეაქვს და სწრაფად გადადის ამ ბმულზე, სადაც უკვე ითხოვენ მისგან ან ტელეფონის ნომრის შეყვანას, ან ვერიფიკაციის კოდის დადასტურებას და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თქვა დააკავშიროს სხვა მოწყობილობა ან ტელეფონის დაკავშირება იყოს WhatsApp-ზე და ასე შემდეგ. ან რა ხდება, ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე, რომ კიბერთაღლითები ყოველთვის ცდილობენ მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი კონტექსტის გამოყენება და მათ შორის ხშირად გამოყენებადი საკომუნიკაციო პლატფორმებით მის ანგარიშებზე შეღწევას. ეს იყო ადრე მესენჯერი, იყო მეტა სხვადასხვა პროდუქტები, იყო ასევე Viber-ი. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ WhatsApp შეტყობინებაზე, WhatsApp აპლიკაციაში, ეს წვდომის მოპოვების შემდეგ უკვე ესე ვთქვათ, მსხვერპლის კონტაქტებზეც გადადიან და უგზავნიან მათ ყალბ ბმულებს. ეს ყალბი ბმულები ყველაზე უსაფრთხო ითვლებოდა საზოგადოებაში და როგორც ჩანს, აქაც შეაღწია ეს კიბერთაღლითი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ WhatsApp-ის ანგარიშზე შეაღწია კიბერთაღლითმა, ვერ ვიტყვით, რომ WhatsApp-ი, ვთქვათ, ნაკლებად დაცულია. აქ საყურადღებო არის ის, რომ თვითონ აპლიკაციაში კი არ შეაღწია გარედან, არამედ მიმღების გაუფრთხილებლობით, ხო? და ასევე სხვადასხვა მოწყვლადობებით და ამაზე რეკომენდაციის ნაწილში ვისაუბრეთ, მოიპოვებს წვდომა სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე. WhatsApp-ზე გაგზავნილი შეტყობინების ბმულში შესაძლოა იყოს რომელიმე სხვა ცნობილ სოციალურ პლატფორმაზე გადამისამართება, ან ვთქვათ, კომპანიის ვთქვათ, იმიტირებულ ვებგვერდზე. მოკლედ, მიმღებისთვის, აი ჩვენი ქართული კონტექსტისთვის ნაცნობი ორგანიზაცია შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ყალბი ვებგვერდი და მიმღები არ აქცევს ყურადღებას, მიიღო შეტყობინება WhatsApp-ში. აქვს მსგავს შეტყობინებებს და დაზარალებულთა რიცხვი
იდენტიფიცირებული თუ არის? რამდენიმე მომხმარებელი უკავშირდება, გამოთქვამს ამაზე წუხილს, ასევე ფინანსურ ინსტიტუტს უკავშირდება მსგავსი მცდელობებით. აქ საყურადღებო არის ის, რომ გარდა იმისა, რომ WhatsApp შეტყობინებაზე იგზავნება და რაც საყურადღებო და შესაძლოა მიმღები ვერც მიხვდეს, პარალელურად კიდე სხვა სქემა ვრცელდება, რომელიც თქვენ როგორც აღნიშნეთ, ხო, საბანკო ინსტიტუტის სახელით ეგზავნებათ მომხმარებლებს შეტყობინება, თითქოს ახალი რეგულაციის შესაბამისად მათ მოეთხოვებათ საიდენტიფიკაციო მონაცემების შესცვლა და აქაც უკვე ტრადიციულად თქვენ ხედავთ, რომ ესე ვთქვათ, ალგორითმი არის ერთი და იგივე, მოწოდება პირველ რიგში თუ იყო ვთქვათ ნაცნობ კონტაქტებთან არაფორმალურად ძალიან ფამილიალური ენით საუბარი და მოწოდება ამ შემთხვევაში ვთქვათ ავტორიტეტი არის როგორც ფინანსური ინსტიტუტი გამოყენებული და მომხმარებელს ეჭვი არ შეაქვს, რომ ნამდვილად ბანკისგან არის გამოგზავნილი. როგორ უნდა გადაამოწმოს მომხმარებელმა, მით უმეტეს როდესაც ელფოსტაზე მოდის შეტყობინება, ეს მეტად უფრო სარწმუნოა შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მსგავსი კომუნიკაცია არის მომხმარებელსა და ბანკს შორის. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ყველაზე მარტივი წესი არის რამდენიმე უნდა დავიმახსოვროთ, რომ ფინანსური ინსტიტუტი ბანკი არასდროს მოსთხოვს მომხმარებელს მესამე ესე ვთქვათ ვებგვერდზე, გარე ვებგვერდზე გადამისამართებით შეიყვანოს სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაცია. ამაში რას გულისხმობთ? ინტერნეტ და მობილ ბანკში შესასვლელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, როგორც არის მომხმარებლის დასახელება, პაროლი და ერთჯერადი კოდი. არასდროს არ მოგთხოვთ ამას ფინანსური ინსტიტუტი. აქ ანალოგიას მოვიყვან ადრეს ჩვენ გვისაუბრია წინა გადაცემებში, რომ მსგავსი სქემით მოქმედებდნენ Telegram არხებში, Viber-ის არხებში და მესიჯში, სხვადასხვა მესიჯინგის საშუალებებში, როდესაც თითქოს და ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი ამ ნახსენები აპლიკაციის უკავშირდება მომხმარებელს და გარკვეულ განახლებულ პირობებზე დათანხმების მიზნით ან მისი ანგარიშის ვერიფიკაციის მიზნით სთხოვდნენ მონაცემების განახლებას. ანალოგიურად იგივენაირი სქემა გამოიყენეს თაღლითებმა ოღონდ უკვე დღეს საბანკო ინსტიტუტის გამოყენებით. კარგი წესი არის და ესე ვთქვათ, კარგი კიბერჰიგიენა მსგავსი საეჭვო შეტყობინებებს არ მიუყვეთ. ნაცვლად მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს ბანკის შემთხვევაში და საბანკო აპლიკაციების შემთხვევაში მისთვის ნაცნობ სივრცეში. ეს რას ნიშნავს? თვითონ უნდა აკრიფოს მისი მომსახურე ბანკის ინტერნეტ ბანკის დასახელება, რომელიც მისთვის კარგად ცნობილია და იყენებს თითქმის ყოველდღიურად, ან მის მობილ ბანკში უნდა შევიდეს და იქ განახორციელოს კომუნიკაცია, ან მესამე არხი ყოველთვის არის, შეუძლია პირდაპირ კოლ-ცენტრის მეშვეობით დაუკავშირდეს ბანკს და ყოველთვის გადაამოწმოს მისთვის ესეთი საეჭვო შეტყობინება. პირველი რაც მნიშვნელოვანია, რომ ბანკი არასდროს მოგთხოვთ ამ სენსიტიური ინფორმაციის გაზიარებას გადამისამართების სახით და უცხობმულზე და არასდროს მოგთხოვთ საბანკო მონაცემების შეყვანას. ასევე არის საყურადღებო, რამდენიმე წლის წინ იყო ეს შემთხვევა, სავსებით ლეგიტიმური ხელსაწყო, როგორც არის AnyDesk, ძალიან ბევრ კომპანიის IT მხარდაჭერას ეხმარება კომპანიისთვის დისტანციურად მომსახურების გაწევას. ხშირად ასეთი ლეგიტიმური და კარგი ხელსაწყოები ცდილობენ თაღლითები შეღწევას მომხმარებლის სხვადასხვა მოწყობილობებში. იქნება ეს ტელეფონი, სმარტფონი იქნება, ლეპტოპი თუ ნებისმიერი სტაციონარი სხვა. კი, ის უნდა გვახსოვდეს, როდესაც მსგავსი მოთხოვნა მოდის ლეგიტიმურ შემთხვევაში, ეს დაშვება უნდა იყოს ლეგიტიმური და ზუსტად უნდა იცოდეს მომხმარებელმა მის მიერ უნდა იყოს ინიცირებული მსგავსი მხარდაჭერა და ეს უნდა გრძელდებოდეს მხოლოდ მოკლე პერიოდის დროს და ის უნდა დაასრულოს. ყოველთვის, როდესაც WhatsApp-ზე დრო გავამახვილოთ ყურადღება და დღეს ჩვენ თქვით, რომ რამდენიმე კვირა არის სწორედ WhatsApp-ზე იგზავნება ესეთი თაღლითური შემთხვევები, თუ კი ესეთი საეჭვო შემთხვევა არის და გთხოვს ჩვენთვის ნაცნობი კონტაქტი, თქვა ბმულზე გადასვლას, ყოველთვის იყოს ჩვენთვის ეს ეჭვის სიგნალი. ამ შემთხვევაში და გარდა იმისა, რომ თქვა ესეთ ბანალურ და თქვა მარტივ ძალიან ესეთ უშუალო შეტყობინებები არის, ხშირად არის თანხის გადარიცხვის მოთხოვნაც, ანუ პირდაპირ ნაცნობი კონტაქტისგან მოდის ბმულზე გადასვლა და თქვა დამეხმარე, გავიჭედე, ესე უხეშად რო თქვა, ხო? მჭირდება დახმარება, ხვალზე დაგიბრუნებ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მარტივი წესია დავურეკოთ იმ კონტაქტს, რომლის სახელითაც მივიღეთ ჩვენ ეს შეტყობინება და უშუალოდ მასთან პირადად გადავამოწმოთ, იყო თუ არა ეს ამის გამომგზავნება. უჯობესია დავხარჯოთ რამდენიმე წამით ან წუთით მეტი და ვიყოთ მარტივი ჩვევა და ჯობს რომ მომხმარებელმა დაყოს ის 2-3 წუთი გადამოწმებით, ვიდრე თქვა ზიანი მიიღოს მის მიერ ფინანსური ინფორმაციის გაზიარების შედეგად. რომელი ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფები არიან მოწყვლადები ამ
შემთხვევაში და ყველაზე მეტწილად დაზარალებულებით შესაბამისად. საქართველოს საბანკო ასოციაცია პერიოდულად ატარებს კვლევას ძირითადად თქვა ციფრული სერვისების გამოყენების ნაწილში და ასევე თქვენ იცით რომ ნებისმიერ და ყველა ციფრულ პროდუქტს თუ სერვისს თან ახლავს ეს კიბერრისკი ნებისმიერ თქვა ინტერნეტ დაკავშირებულ სისტემას ხომ ესე ვერ ვიყით არ არსებობს კონკრეტული კატეგორია ჩვენ ვერ ვიტყვით მათ შორის კვლევებზე დაყრდნობით რომ შესაძლოა იყოს მოწყვლადი თქვა ან ერთი კატეგორია ასაკობრივი ან სოციალური ან თქვა განათლების მიხედვით და ასე შემდეგ ვერ ვიტყვით ნებისმიერი პირი შესაძლოა გაებას მახეში მსგავსი თაღლითური შეტყობინების შედეგად შესაძლოა სტანდარტულად ვთქვათ რომ ახალგაზრდა კატეგორია თქვა ციფრულად იყენებს ციფრულ სერვისებს უფრო იყენებს და უფრო გათვითცნობიერებულია ვერ ვიტყვით რომ ეს ნაკლებად მოწყვლადია იმიტომ რომ ჩვენ დღეს მათ შორის ხელოვნური ინტელექტის პირობებში იმდენად კარგად შექმნილი თქვა სატყუარა ვექტორული ფიშინგ შეტყობინებები მათ შორის ქართულ ენაზე რომ ეჭვი არ შეაქვს მიმღებს რომ რამე საეჭვო არის ამ შემთხვევაში თუ თქვა ბანკის სახელით გვეგზავნება კიდევ ერთხელ რომ აუცილებლად ოფიციალურ წყაროებში ვიმოქმედოთ, თქვა ჩვენთან მობილ ბანკში ან ვებგვერდზე და უშუალოდ ბანკთან გადავამოწმოთ საეჭვო შეტყობინებები. WhatsApp-ის შემთხვევაში ყველაზე ბანალური მიზეზი არის ხოლმე მოტყუებით შეღწევით არის, რომ არ აკვირდება მომხმარებელი ვებგვერდის დასახელებას, სადაც მოხვდა. მეორე აუცილებლად უნდა იყოს განახლებული სისტემა. Smartphone-ზე ეს არის ოპერაციული სისტემა, მუდმივად უშვებს მომწოდებელი განახლებებს და აუცილებლად უნდა დავაყენოთ. და მოდით უფრო ღრმად ვისაუბროთ ამ საკითხზე, ანუ ხშირად მომხმარებელს ეიზარება რაღაც რამდენიმე წუთიანი პროცედურის გავლა. რამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციული სისტემის განახლება და ასევე ორმაგი ავტენტიფიკაცია. ესეც არის თქვენგან ძალიან ხშირად გაზიარებული რჩევა, რომ გამოვიყენეთ. რა მნიშვნელობის მატარებელი? კი, ძალიან მიხარია, რომ ესე უკვე ესე სტანდარტულად საუბრობთ, თქვენც კარგი კიბერჰიგიენა გაქვთ ამდენი გადაცემის შემდეგ. სინამდვილეში მარტივი მომხმარებლის მიერ ესე ვთქვათ მარტივად განსავითარებელი ჩვევა არის ის რომ დღეს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალება მეტას პროდუქტები იქნება ეს WhatsApp-ი, Facebook-ი თუ ნებისმიერი სხვა აძლევს მომხმარებელს დამატებითი უსაფრთხოების შრედა აყენოს. თქვენაც ახსენეთ დამატებითი ფაქტორის ერთჯერადი კოდი ვთქვათ კიდევ ერთჯერადი ბიჯი რომელიც ან ტელეფონზე მოდის შეტყობინება დასადასტურებლად ან ვთქვათ სხვა მოწყობილობაზე ეს დაიცავს მომხმარებელს სწორედ ბევრი თაღლითური შემთხვევისგან და თქვათ გარკვეულ ეტაპზე შეაჩერებს კიბერშეტევას, რომელიც არის მის მიმართ განხორციელებული. ასევე განახლებები ახსენეთ ძალიან ბევრი კიბერშეტევის სამწუხაროდ წარმატებული კიბერშეტევის მიზეზი არის დაუყენებელი განახლებები. ხშირად ჩვენ გონია რომ განახლებები მხოლოდ თქვა ფუნქციურ ნაწილს მოიცავს, ან თქვა ფონტის გაუმჯობესებას ან გარკვეულ ფუნქციას, მაგრამ აუცილებელია და მნიშვნელოვანია მომხმარებელს ახსოვდეს, რომ ნებისმიერი განახლება მოიცავს მათ შორის უსაფრთხოების განახლებებს და ამიტომ აუცილებელია ყველა განახლება დავაყენოთ და არ გადავდოთ როგორც ეს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩვევიათ, რომ გვაქვს სამწუხაროდ იმისი ალტერნატივა რომ დავაყენოთ განახლება მიღებისთანავე თუ მოგვიანებით და ეს მოგვიანებით ვრცელდება განუსაზღვრელი დროით და ამიტომაც კიბერთაღლითები სწორედ თქვა შესაძლოა დავარქვათ ამას ადამიანის სიზარმაცით სარგებლობენ და იყენებენ იმ მოწყვლადობებს რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში ჩვენს მოწყობილობაზე არის დაყენებული. ამიტომ ეს მარტივი წესი სადაც შეგვიძლია დავაყენოთ დამატებითი ფაქტორი იმისთვის რომ ამ შემთხვევაში ჩვენი WhatsApp აპლიკაციას დავიცვათ ასევე ადამიანური ფაქტორიც გავითვალისწინოთ თუ საეჭვო შეტყობინებას ვიღებთ ჩვენთვის თუნდაც ნაცნობი კონტაქტისგან არ მოგვერიდოს არ კონდეს უხერხულობა პირდაპირ დავუკავშირდეთ გადავამოწმოთ და ანალოგიურად საბანკო ინსტიტუტად პირდაპირ კი ბატონო ქალბატონო ინგა მოდით პრევენციულად ახლა ვისაუბროთ იმ შემთხვევაში როდესაც თქვათ ადამიანი მოექცა სატყუარად და არის უკვე მსხვერპლი ამ შემთხვევაში პირველ რიგში მან რა უნდა გააკეთოს უნდა დაუკავშირდეს მაგალითად ბანკს თუ სამართალდამცავ ორგანოს. გააჩნია იმ მომენტისთვის რა ინფორმაციას გააზიარებს. ჩვენ თქვით რომ ყველაზე ხშირად თქვით პირად ინფორმაციას, ფინანსურ ინფორმაციას და ყველაზე ხშირად საბარათე მონაცემების შეყვანას ითხოვენ. თუ კი მომხმარებელმა შეიყვანა ინტერნეტ ბანკში შესასვლელი დასახელება და პაროლი აუცილებლად უნდა შეცვალოს ეს პაროლი არა მხოლოდ ინტერნეტ ბანკში, არამედ ნებისმიერ სხვა ანგარიშზე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავუშვათ იმის ალბათობა, რომ ეს პაროლი ერთი და
იგივე პაროლი ექნება გამოყენებული სხვადასხვა ანგარიშზე, სოციალური მედიის ანგარიშებზე, ელფოსტაზე და ასე შემდეგ, ასეთი ადამიანის ბუნება, ხო, მარტივია, ერთხელ დავიმახსოვრო და ყველგან მაქვს ეს პაროლი. თუ კი ჩვენ გავაზიარეთ ყალბ ვებგვერდზე ეს მონაცემები, მათ შორის პაროლი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პაროლი არის ხილული შემტევისთვის და ის ეცდება ყველა ანგარიშზე გამოიყენოს და სცადოს თქვენს დანარჩენ ანგარიშებზე შესვლა. ამ შემთხვევაში ვცვლით ამ პაროლს აქ, არ ვიყენებთ ამ პაროლს და ყველგან სადაც ეს პაროლი გვიყენებთ ვცვლით. თუ კი მომხმარებელმა გააზიარა საბარათე მონაცემები და ამაში გულისხმობ ბარათის სრული ნომერი, მისი მოქმედების ვადა და ბარათის ვერიფიკაციის კოდი, სამნიშნა, აუცილებლად იმ წამსვე უნდა დაბლოკოს ბარათი ან მობილბანკში, ან უკავშირდება მის მომსახურებ ფინანსურ ინსტიტუტს, კიდე ისევ და ისევ ურეკავთ ბანკს, გადის სტანდარტულად ვერიფიკაციას, იბლოკება ეს ბარათი და ეს ბარათი აღარ უნდა გამოიყენოს არსად. აღარ გამოიყენებენ. კი, ეს არის და ასევე კიდე კარგი წესია, ისეთ ანგარიშზე, რომელზეც არის ბარათი მიბმული და ამ ბარათს ინტერნეტში ვიყენებთ ხშირად და არ ვართ დარწმუნებული, რომ ოდესღაც ყალბ ვებგვერდზე არ გვაქვს ეს მონაცემები შეყვანილი და ბარათის მონაცემები შენახული, ყოველთვის კონდეს შეზღუდული ოდენობის თანხა. ეს იმისთვის თუ კი, ვთქვათ, არ გაითვალისწინა ეს პრევენციული რჩევები, რაც გავაზიარეთ და მაინც, ვთქვათ, გაება მახეში და ფიშინგის მსხვერპლი გახდა, მისი დანაკარგი იქნება ძალიან მცირე ის თანხა, რომელსაც ის შეინახავს და დანარჩენი, ვთქვათ, მოთხოვნამდე ანგარიშზე არ. როგორი სტატისტიკა საინტერესოა დაკარგული თანხის უკან დაბრუნების შემთხვევები თუ არის აი რა ბერკეტები აქვს მომხმარებელს თქვათ ამ შემთხვევაში და ბანკს ასევე საინტერესოა ფინანსური ინსტიტუტს კიბერ შეტევების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ბევრი სხვადასხვა კონტექსტით ეს უკვე შექმნილი კიბერ შეტევების მომსწრე ვართ ჩვენ და წლიდან წლამდე სხვადასხვა კონტექსტით და სეზონურად იმატებს დღესასწაულების წინ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ის ნაწილი, რომ ბანკის მხარეს ის რომ ბანკს დღეს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კიბერ თავდაცვითი შესაძლებლობები, ამასში ეჭვი არავის შეყავს და შეაქვს და არც ერთი მომხმარებელი დღეს არ იტყვის, რომ თქვათ ბანკის სისტემებს არ ენდობა. თუმცა მოწყვლადი ნაწილი რჩება მაინც მომხმარებლის მხარეს, დღეს რაც თქვით, ხო? არ აქცევს მომხმარებელი ყურადღებას, ვისგან მიიღო გზავნილი. არ აკვირდება ვებგვერდის დასახელებას, რომელზეც სთხოვს გამომგზავნი გადამისამართებას. მარტივად არ ამოწმებს არის თუ არა ერთი და იგივე, თქვათ, ბანკის დასახელება. ბარათის დაზღვევა თუ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი გარკვეულწილად, როდესაც თქვათ ჩვენ შეიძლება ამ მექანიზმიდან გამომდინარე ბანკს მოვთხოვოთ სხვადასხვა რისკების შესამცირებლად და დასაზღვევად ბანკებს აქვთ ისეთი პროდუქტი, როგორც არის დაზღვევა. ამ შემთხვევაში გარკვეული პროცედურები არის, რომელიც თქვათ ბანკში თანხდება და იქ არის სხვადასხვა პირობა, რომელიც უნდა იყოს დაცული მომხმარებლის მხრიდან. მაგრამ ისევ მიუბრუნდები იმ ნაწილს, რომ ყველაზე მოწყვლადი მაინც ადამიანური ფაქტორია და ადამიანი და რას გულისხმობთ აქ. ამ შემთხვევაში მოტყუებული, ან თქვათ უყურადღება მომხმარებელი თვითონ აზიარებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. როდესაც ბანკი გასცემს ბარათს და უგზავნის პინ-კოდს, თქვენ ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ და მიგიქცევიათ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი უსაფრთხოების გარემოში ხდება იმ პირველადი პინ-კოდის გენერაცია, ბანკი მაინც გადაზღვევის მიზნით მომხმარებელს თავაზობს შეცვალოს პაროლი, პინ-კოდი და მხოლოდ მისთვის ნაცნობი დააყენოს. ამ შემთხვევაში თვითონ მომხმარებელი აზიარებს იმ მონაცემებს, რა თვითონ უნდა დაიცვას. ამ შემთხვევაში ბანკი უძლურია გარდა იმისა, რომ მუდმივად მომხმარებელმა უნდა ციტეს. კი, იმიტომ რომ ხშირად გამიგია მომხმარებლისგან, რომ უკვე დავიღალე მახსენებენ, ვიცი რომ არ უნდა შევიყვანო სხვა ვებგვერდზე და გავიგე, მაგრამ ასეთი მომხმარებელიც ტყუდება. თქვენ ახსენეთ სტატისტიკაზე, რა დღეს არც ერთი მომხმარებელი მისი თქვათ განათლების თუ ციფრულ სერვისებში, ციფრულ მომსახურებაში გათვითცნობიერების დონე არ არის იმის განმსაზღვრელი, ის ოდესმე გახდება კიბერ შეტევის მსხვერპლი თუ არა. ცნობიერებაზე მინდა გკითხოთ კიბერ უსაფრთხოების ნაწილში. ცნობიერება რამდენად არის ქართველ მომხმარებელში გაზრდილი და თვითონ ბანკები, ასევე თქვენი ასოციაცია რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ამისთვის? ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლებს და საქართველოს საბანკო ასოციაციამ კიბერსაფრთხეებზე 2018 წლიდან საუბრობს, მაგრამ ამ საკითხმა აქტუალურობა შეიძინა განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ, როდესაც ყველას მოუწია თქვა ციფრულ სამყაროში საქმიანობის გადანაცვლება და მოუმზადებელი იყო, მათ შორის ბევრი ორგანიზაცია თუ ონლაინ მომსახურების მომხმარებელი. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი მარტივი და ბანალური სატყვა არა,
როგორც იყო, რომ თქვენ სახელზე არის გზავნილი, ან თქვენ გეკუთვნით დიდი თანხა, რომელიც და მემკვიდრეობით დაგიტოვა სხვა ქვეყნის პრინცმა და ასე შემდეგ. აი ესეთ ბანალურ სატყუარას დღეს მომხარებელი არ ეგება. მაგრამ დღეს ჩვენ თქვით, რომ ყოველწლიურად იხვეწება კიბერშეტევის მეთოდები და დღესაც ფიშინგ და სატყუარა შეტყობინებები არის ძალიან კარგად კონკრეტული სამიზნის ინტერესების გათვალისწინებით, მისი თქვათ მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით არის შედგენილი ძალიან მაღალი ხარისხის სატყუარა, იმდენად მაღალი ხარისხის, რომ ძალიან რთული არის ამისი გამიჯვნა ერთი შეხედვით, თუ არ დავაკვირდით და არ გავითვალისწინებთ. და ბოლოს აუცილებლად მინდა გთხოვოთ ერთი რჩევა თავარი ჩვენს მაყურებელს კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. რა უნდა გაითვალისწინონ მათ ყოველთვის? თუ რაიმე ეჩვენებათ ან ჟღერს საეჭვოდ, ან განსაკუთრებით მომხიბვლელი. ან განსაკუთრებით მომხიბვლელი, ეს უნდა იყოს მისთვის საყურადღებო, უნდა შეჩერდეს, გადაამოწმოს, დაფიქრდეს და მხოლოდ შემდეგ მიყვეს ამოწოდებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად საჭირო და აქტუალური რჩევებისთვის დაგემშვიდობებით. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა და ვსაუბრობდით კიბერთაღლითურ სქემებზე, რომელიც ბოლო პერიოდში WhatsApp-სა და ელფოსტაზე ვრცელდება აქტიურად. უნდა ვიყოთ მეტად ყურადღებით.